მოდი ახლა შევხედოთ ინგლისში ერთ-ერთ ჩვეულებრივ ფერმის მაღაზიაში. მაქსიმეც მოგიყვება თან რაღაცებს. მოკლედ, ჩემი აზრით ინგლისში აი ესეთი ფერმის მაღაზიები ძალიან ძვირია, იმიტომ რომ ყველა პროდუქტი არის ორგანულად მოყვანილი. იდეაში საქართველოშიც ასე არის, როდესაც პროდუქტი არის ორგანული, ბევრად უფრო ძვირი ჩდება. აი მაგალითად გარგარი 5 ფუნტი ღირდა 1 კილოგრამი, რაც ძალიან ძვირი მგონია. თან ასეთ მაღაზიებში ძალიან საინტერესო და ცოტა უცნაური არის მაინც ინგლისისთვის ასეთი განვითარებული ქვეყნისთვის. წიგნებში იწერს ეს ქალბატონი რაღაცებს, აქ ეკეთებს კალკულაციას და რა თქმა უნდა გადახდაც ელექტრონულად არ შეგიძლიათ, უნდა მისცეთ ნახეთი ფული. ძირითადად სოფლის პროდუქტებით არის მომარაგებული ასეთი მაღაზია, თუმცა არის რამდენიმე ცოტა უფრო სერიული ნაწარმი. კიდე რაღაც ნახატები და ბარათებიც იყიდებოდა. მოკლედ საბოლოო ჯამში ბევრი არაფერი არ გვიყიდია რეალურად. 10 კვერცხი, რუკოლა, ცოტა ჭარხალი, ცოტა სტაფილო, ჟოლო, ჩერი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ადგილობრივი ვაშლის წვენი 2 ბოთლი, ხახვი, ლიმონი, აბაყი, ლობიო, ცოტა კარტოფილი და 9 კილო ქათმის ფილე. რეალურად მარკეტებში ეს ყველაფერი თითქმის 9 ფასით დაждდებოდა, მაგრამ როგორც აგიხსენით ეს ყველაფერი ის ორგანული. ძალიან ცოტაა და მგონია რომ მაინც ძვირი.